საქმეს საღამოს ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვით და პირველ რიგში განვლილი კვირის სავაჭრო სესიების შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც არათუ უბრალოდ კარგი, არამედ რეკორდული იყო, რადგანაც საშუალოდ გასულ კვირას ძირითადი ამერიკული ინდექსების შეფასება გაიზარდა 1%-ით და S&P 500-მაც და Nasdaq-მაც მიაღწიეს ახალ რეკორდულ მწვერვალებს. სხვათა შორის, დღევანდელი სავაჭრო სესიაც საკმაოდ პოზიტიურ ნოტაზე დაიწყო, დაახლოებით 0.5%-იანის დაგვქონდა, თუმცა ამ წუთებში ვითარება შეცვლილია, რადგანაც სულ რაღაც 30 წუთის წინ გავრცელდა რამდენიმე ისეთი ინფორმაცია, რამაც ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია. სანამ ამ ინფორმაციაზე მოგიყვებოდეთ, იქამდე შევხედოთ ინდექსების შეფასებებს. S&P 500-თან -0.5% გვაქვს, Dow Jones-თან -1%, Nasdaq-თან კი -0.5%-იანი მაჩვენებელი, აქვე კომპანიებსაც შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, როგორც ხედავთ, საშუალოდ 1%-ია ცვლილება, აი მაგალითად Apple-ს აქვს -1.29%, ასევე -1%-ია Google-თან, Nvidia-სთან, თუმცა არიან კარგი შედეგის მქონე კომპანიებიც, მაგალითად დიდი ათეულიდან საუკეთესო შედეგი ამ ეტაპზე აქვს Amazon-ს, რომელიც 0.76%-ითაა გაზრდილი. ახლა კი იმ სიახლეს რომ დაუბრუნდეთ, რომელმაც ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ირანული დრონი მოხვდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ ყველაზე დიდ ნავთობ საწარმოს, რომელიც აწვდიდა დღემდე გლობალურ ბაზარს ნავთობს. ამან ცხადია საწარმოსთან მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, ამ ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები და არსებობს შიში და რისკი იმისა, რომ შეიძლება ირანმა კიდევ რამდენიმე თავდასხმა განახორციელოს UAE-ზე, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტად ზრდის რეგიონში არსებულ რისკებს და მშვიდობასთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, საუბარს უფრო მეტად ოცნებად და სურვილებად აქცევს, ვიდრე რეალობად. არადა იყო ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა ეს კვირა ყოფილიყო ის კვირა, როდესაც უკვე რაღაცნაირად მშვიდობისაკენ დაიწყებოდა მთელი ეს პროცესი, თუმცა როგორც ჩანს, არა, პირიქით, საერთოდ სხვა მიმართულებით მივდივართ და უფრო დეტალურად იმაზე თუ გეოპოლიტიკურად რა პოზიციას ინარჩუნებენ ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები, ამაზე მოგყვებით. რამდენიმე წუთში მანამდე კი ევროპულ ბაზარს შევხედოთ, სადაც 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დაეცა დაახლოებით 1%-ით. აზიას რაც შეეხება, შანხაისთან გვაქვს +0.11, ნიკეისთან კი +0.38%. აქვე ჩვენ ნავთობზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც აი ამ სიახლის გავრცელების ფონზე, რა თქმა უნდა, არის გაძვირებული, საშუალოდ 4.5%-ით კი ბრენტი უკვე $115 აღწევს, WTI-ს კი $105 ფარგლებში. ასევე მოიმატა მკვეთრად ბუნებრივი აირის პასმა, +7% გვაქვს და უკვე მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება 49 ევროი, ანუ ნიშნულს უახლოვდება, როგორც ხედავთ, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 85, ხოლო ბუნებრივი აირი 63%-ით არის გაძვირებული, ძალიან მკვეთრ მატებასთან გვაქვს საქმე. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენ ოქროსა და ვერცხლს, ორივე მათგანი შეფასება დაეცა, რადგანაც ინფლაციური რისკები არის მომატებული. ოქროს შემთხვევაში ფასი უნციაზე 4500-ის პარკლებში, ხოლო ვერცხლი ვაჭრება $73 დაახლოებით -3% გვაქვს, როგორც ხედავთ ერთ კვირი ამ პერიოდში. კრიპტოზეც ვისაუბროთ, სხვათა შორის კრიპტოინდუსტრია არ უშინდება ამ სიახლეებს, ინარჩუნებს დგრადობას და ზრდის დინამიკას, +1.5% გვაქვს ამჟამად ბაზრის საერთო შეფასების მაჩვენებელი მატებისა, ხოლო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონი და 40 მილიარდის ფარგლებშია. ბიტკოინმა როგორც ხედავთ 80,000-იან ნიშნულსაც კი გადააჭარბა, ეთერიუმი კი უკვე 2400-იან მაჩვენებელს უახლოვდება, საშუალოდ და 1.5% გვაქვს, კაპიტალიზაცია 284 მილიარდია, ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $1.607 აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ კი ბიტკოინის, ეთერიუმის ან სხვა ნებისმიერი კრიპტოაქტივის შეძენა გსურთ, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია. აქვე ჩვენ ტრადიციულად უკვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავხედოთ, სადაც FTSE 100 ინდექსში უკვე ოფიციალურად შევიდა საქართველოს ბანკი, სხვათა შორის მისი აქციების შეფასება დღევანდელ სესიაზე არის შემცირებული -1.72%-ით. TBC-სთან ფაქტობრივად ანალოგიური შედეგი გვაქვს, რაღაცნაირად ორივე კომპანია ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთნაირ შედეგებს აჩვენებს, ხოლო ეროვნული ვალუტა არის გამყარებული, კურსი დოლართან არის დაახლოებით 2.69, ევროსთან 3.15 ფარგლებში, ხოლო სტერლინგის არის 3.64.